ამ გზას ზემოშუა მდინარეთის უძველესი ქალაქის ჰალფეტისაკენ მივყავართ. ჰალფეტი ნამდვილი ოაზისია ბიბლიური მდინარის ევფრატის ნაპირას. კონკრეტულად ეს გზა ძველ ჰალფეტში ჩადის. მდინარის ნაპირას ფერადი პატარა გემები ჩამწკრივებულან და მოგზაურთელიან. ჩვენს ფირუზისფერ გემს კი ძველი ქალაქის განსაკუთრებული პანორამებისაკენ მივყავართ. ჰალფეტი ასირიელებმა ძველი წელთაღრიცხვის მე-9 საუკუნეში დააარსეს. ქალაქის ისტორიამ რომაული, ბიზანტიური, არაბული პერიოდებიც გაიარა და მე-12 საუკუნის დასაწყისში მისი ტერიტორია სელჩუკებმა დაიპყრეს. ვუახლოვდებით ძველი ჰალფეტის იმ ნაწილს, რომელიც სამწუხაროდ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო 1998-19 წლებში ჩაძირეს. წყალმა დაფარა ქალაქის ბევრი ნაგებობა, მეჩეთი, მინარეთი, ფერმერთა სახლები, ძველი ციხესიმაგრისა და სასახლის ნაწილები. ნახევრად ჩაძირული ქალაქის მისტიურ პანორამებს შეგიძლიათ პატარა ავთენტური კაფე-საიდნიდან უყუროთ და უგემრიელესი ტრადიციული ყავაც დააქიმოვნოთ. არაბიქალწულის ცრემლი ევფრატის ჩრდილი და უდაბნოს ქარებია შალვარდში. ის მხოლოდ მზიან ჰალფეტში ხარობს წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ვარდის უიშვიათესი ფერი ჰალფეტის უნიკალურმა კლიმატმა, ნიადაგის განსაკუთრებულმა სტრუქტურამ და ევფრატთან სიახლოვემ განსაზღვრა. ბიბლიური მდინარის ლურჯ მწვანე წყალი ჰალფეტთან გასაოცარ ხეობაში იკეტება. ის ხან ჩქარა მოარღვევს ტალღებს, ხან მდორედ, განსაკუთრებით კი მდორედ ქალაქის სიახლოვეს იშლება. ნაპირებთან ღია ვერანდებიანი თევზის რესტორნებია, სადაც სტუმართმოყვარე მასპინძლები ევფრატის უგემრიელეს შემწვარ თევზს და ჰალფეტულ ცნობილ კაბაბსაც მოგართმევენ.